Da la 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 la. Da la 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 la. Da la 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 la. Da la la la. Da la 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 la. Da la 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 la. Da la 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 la. დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო. დამცველები ბლომად მყავს, არქაც, მაგეც. მაგრამ ესენი როცა მიცავენ, მაშინ არაფერს არ მეშინია. ხო და ერთი სიტყვით. მანქანამ გვიმტყუნა რა სულ საქართველოს ენა თქვამია, მის არ იყოს მატარებელმა გამასწროს, მატარებელმა როგორ უნდა გაგასწროს, შენ დააგვიანი, ხო და რაღაცა ნაწილი შესასვლელი როა, უნდა შეცვალო თავის დროზე, თუმცა ტრანსპორტის პრობლემა არ გვაქვს. ასე რომ წავედით, ყველას დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის, ემოციებისთვის, გაზიარებისთვის და ყველას კარგი დღე. დანარჩენს როგორც ყოველთვის გზადაგზა გაგიზიარებთ და გავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება და ზარის ღილაკი. როგორც შემოგამოწერებმა იციან, ამ ტერიტორიაზე ბატონი მელაგუდუნა ბინადრობს, ხო და რამდენიმე დღეა აგერ მორბის და მაინტერესებს თუ მიცნობს. მე მიღებთ? არ სხენიათ? ბატონო მელაგუდუნა, მე მიღებ? მე მიღებ ბიჭო? არ აქვს სხენიათ, მე მიღებთ ბიჭო? არ აქვს სხენიათ? თუ თქვენს მოვალეობას ასრულებდით, ბატონო მელაგუდუნა. საჭმელი მოგიტანეს კიდე დამატებით. აი დარჩა იცის. პატრონთან. მიცე კიდე ამოიღო და ჩემი უბნის ძაღლი მომყვება კიდე აგერ ქვემოთ დამცველად. გიორგუნ. ჩამოხვედი შენც. ნუ გეშინია მელაგუდუნა, ესეც მეგობარია. აი მე ჩუმად გაჭმევ კიდე. გეძახიან მე მოგიტანეს საჭმელი. ისე მამა. ეშვები ბიჭო. ეშვები მელაგუდუნა. მე პირადი მცველი მყავს აქ ჩემი უბნის. ჩემ თხელთ აღზრდილი. და როცა მანქანით არ მოვდივარ და ფეხით ვარ, ან ველოსიპედით ესე მომყვება ხოლმე სულ. ეს ჩვენი ძველი გურიის სტადიონი. ნუ ლანჩხუთლებმა კარგად იცით, თუ ხო ახალი სეზონი დაიწყო და გური ამ ლოკომოტივს გუშინ პირველივე თამაში კარგად მოუღო და წარმატებები მინდა ბიჭებს უსურვო. აქედან აგრეთვე გოგონების ქალთა ისტორიულ გუნდს წარმატება ახალ სეზონში ლანჩხუთს ჩვენს გოგონებს გუჯა, ნასო, აბა თქვენ იცით ისე გააგრძელეთ როგორც გეკადრებათ. ჩვენ ამასობაში ნელ-ნელა გავუყვებით ტყისკენ გზას, არა ძმობილო. სადღაც 10-15 წუთი უნდა მაქსიმუმ სახლიდან, ზოგადად ქალაქიდან გინდველიკით და გინდმანქანით აქ ჩამოსვლას ველიკით უფრო მოკლეა გზა და კარგი მარშრუტია ერთი სიტყვით ტყის პირზე. ცეცხლი მოვანთე შვიდნაირ ფორმაში. ხო და ცეცხლი მოვანთე იმისთვის, რომ დღეს ისეთი წვიმა იყო გამოცხადებული, აქამდე რო არ დასწყო მიკვირს. ქალბატონები დავაბურეთ. ქალბატონები რო დავაბურეთ, სიძას იმას ხო არ მათქვი. რას კავს ვირთხასავით და იმიდა რა უნდა გამევიდეს. წავედით ხა სესილია თაყაიშვილით გიეძახოთ, იმ დღეს ბურღი არ დამანახოთ თქო, მაგრამ საქმეა. ესე იგი ყველაფერი ვითარდება ადამიანივით და წინ მიდის. ადამიანი მით უმეტეს, რაც იმ დღეს თქვენი დაახლოებით 9 საათში 40 წუთში, ეხლა თქვენი 10 წუთში. აი კიდე ეს ეხლა რაც შეეხება ამ აპარატს, იმ დღეს რო თქვი რომ იჭედება და ამოსაღებად რთულია ფესვებში. მესმის ცოტა მეტი ძალის ხმა დაჭირდება, მაგრამ აი ვისაც გაინტერესებთ იმ დღესა გონათ ვამბობ, რომ უნდა უთამაშოთ. აი, როდესაც დააწვევით, ნელ-ნელა და ნებისმიერ წინაღობას ისე გაჭრის და ისე გაბურღავს ლამაზად, თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ. ესენი გარეთ არიან და ბალაღზე ფეხბურთს თამაშობენ. გამოვიდა ლარივით.
დაჭობილი სარივით. მე ამერს კიდე იმას თავებს გადავჭრით და ყველა ერთ სიმაღლეზე დადგება და იქნება ლამაზი. და ესე გამოყვება. რა უშავს, დილიდან კარგ ხოძზე ვართ დღეს და უცებ-უცებ და სწრაფად ჩვევით, სანამ გაწვიმდება და იმედია საერთოდ არ გაწვიმდება. ეხლა ბაწარი გადმოვიტანოთ ასე და ესე უნდა ჩაყვეს იდეაში. ესე ბოლომდე, აი ესე და მინდა რომ იმ ტერიტორიაზე საერთო საკათმე და რაღაცეები გავაკეთო, რომ ესე ცალკე იყოს და შუაში იყოს, რომ ტურა ან რაღაცა რომ მოიპაროს. შემოიპაროს ბოროტი არსება. დავინახო და აი მაგათად კუთხეში იქ მაგეტოარ შვები საძროხის გვერდით ან იქეთ კუთხეში რომ ზაბორიდან შეიძლება შემოძროს ტურა და მოგპაროს და წაიყვანოს ისე რომ აი აქ ყოფმა შეიძლება ვერც გაიგო და შესაბამისად სადღაც აქ გავაკეთებ აი იმ ნიგზის ხემდე შუა ტერიტორიაზე იქნება და ძაღლიც დაინახავს მეც დავინახო და ყველასთვის თვალთახედვის არეში იქნება ყველაფერი მე ეს დასახნავი გვაქვს ეს საბოსტნე დასახნავი გვაქვს ხელის ტრაქტორით ამ ზაბორს ავიღებ ესე უშნოთ იქნება და აქაც იგივე პრინციპის ზაბორს გავაკეთებ და ესე ჩემო ბატონებო მივდივართ წინ ახლა ბამბუკები დავასვათ აქ მთელ სიგრძეზე ლამაზად შუაში ესე დაახლოებით შუაში და მე ჭიქაყავა გვეკუთნის მგონი გვეკუთნის ბატონო კორნე ყველა სიტყვით როგორი ჯერ მხოლოდ 12 საათია და not bad კორნელი not bad და გოგო მოგიყვე ყავაზე ხომ იციან ესე ჩამოждო ხო და გოგო ღვთისმსხალობით კაი ამინდი მიუხედავად იმისა რომ ამინდის პროგნოზში ეწონა კორნელ საერთოდ არ წახვიდე ქვემოთ იმნაირი ამინდი იქნება შეიძლება წყალმა წაგიღოს მოდი და დაუჯერე ახლა ამინდის პროგნოზს და პოლიტიკოსებს ხო და რა მინდა და იცი მეკითხა თქვენთვის იმედი ახლა კარგად ისმის მიკროფონი არა ყავაჰოლიკები ამ ქვეყანაში უფრო მეტია თუ ჩაიჰოლიკები მიუხედავად იმისა რომ ჩაის ქვეყანა ვართ კულტურის ამბავში თქვენ რომელთან უფრო მეგობრობთ იმიტომ რომ მე მყავს მეგობრები რომლებიც როგორც კი იღვიძებენ მათთვის აი ჩაი კარაქიანი პური და თაფლიანი კარაქიანი პური როგორც ბავშვობაში ყველას გვაჭვევდნენ და გვიყვარდა არის პირველი მაგრამ რა ვკითხე არა აქვს ეგეთი კავშირი აი ჩემთვის ყავა როგორი ეცი აი ყავა თუ არ დავლივე მოუკვდები დილას თვალს სანამ გავახელ ყავა დაავდგე ყავა თვალდახუჭურმა დაავდგე ყავა მოვადუღო და რო დავლევთ ან მე ნალექიანსო თურქულს როგორც ეძახიან თქვენსკენ ქალაქში და ჩვენსკენ ნალექიანს და თანაც უშაქროს ხო და დღეში რამდენიმე ჭიქა მჭირდება რომ თვალი გავახილო შეიძლება ეფექტი აქვს და ეფექტის გამო სვამ შეიძლება რაღაცა დამოკიდებულება ჩასწორე მე ეს და გავიწყეს დამოკიდებულება ყველაფერს აქვს ერთ ჭიქა წყალსაც კი დილაობით თუმცა აი ყავის მიმართ რაღაცნაირი ისეთი დამოკიდებულება მაქვს და არ ვიცი თქვენს თუ გაქვთ გამიზიარეთ რამდენად მნიშვნელოვანი ამბავია ეგ ანუ არა მხოლოდ სითხეა რომელსაც სვამ არამედ რაღაცნაირი მეგობარი ხო და მოგოგო მოგიყვე ეს კარგი დღეა მიუხედავად შრომისა და იმისა ეთყობა ორგანიზმი ტონუსში მოდის და პირიქით დაღლილობა გადავაგორეთ და პირიქით მიდი კორნელი დავაი ბრატუხა ასე ეძახოდნენ უკრაინელები რუსებს, როდესაც თავიანთი ტერიტორიიდან უკან მობუნძულებულს ყრიდნენ. ერთი რუსეთის დიდ დაშმავილი არის. იმას თუს დავადებ იმედია. რობიობას მორჩით და სანამ არ გაწვიმებულა და სანამ ამინდია რას ვფიქრობ, იცი? აი ამ მესერს მივადგები ხა და მოვაშთობ აქედან. ატომაც არა. თუმცა კარგადაა და მარხული და საწვალებელი იქნება. ხო, სანამ ამ მესერს მივადგები, წეგან ყავის დალევის დროს ფიქრობდი და თქვენს მინდა გაგიზიაროთ ერთი რამ. გუშინ ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ რა კარგი ცხოვრება გაქვსო და რა კარგია ეგ ყველაფერი. კარგია კი ბატონო, ვითანხმები, მაგრამ მოდი რეალურად შევხედოთ რაღაცეებს. პირველი ის, რომ
ადამიანი ჩანს ვიდეოში ხუმრობს, საქმეს აკეთებს, ლამაზ გარემოში ეს ყველაფერი ლამაზია, მოგწონთ და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფრის უკან რაღაცეები დგას, რაც შეიძლება კამერის იქეთ არ იგრძნობოდეს. პირველი ის, რომ ეხა ფული ვისაც გაქვთ და ნოლიდან რაღაცას აპირდაწყებას ბუნებრივი არ აპირებთ, ან გამზადებულს იყიდით, ან საერთოდ არაფერს არ იყიდით და ფერმას და რაღაცეებს, გასაგები. ვისაც საშუალება არ გაქვთ, დაიწყებთ ნულიდან, ტალახიდან, ნერვიულობიდან, უფულობიდან, რაღაცა იქნება პრობლემები, რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ადამიანებს, ვინც ჩემსავით მარტო ცხოვრობს. ვინც დაოჯახებულია, ვისაც ყავს ოჯახი, ხავს საუბრობ გინდათ ქალბატონებზე, გინდა მამაკაცებზე, ამაზე სქეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან, ხელი-ხელს ჩაკიდებენ და ბუნებრივია ბევრს მიაღწევენ, რადგანაც ორ ადამიანი, რომელიც მტკიცე, ჩემი აზრით, რადგანაც ორი ადამიანი, როცა რაღაცას მტკიცედ გადაწყვეტს, ერთიც, მაგრამ ორი ადამიანის მუშაკობას განსაკუთრებული ძალა და მადლი აქვს. ხოლო რაც შეეხება ერთი ადამიანის შრომას, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მე მაგალითად სახლშიც მარტო ვცხოვრობ. კი ბატონო, სასიამოვნოა, კი ბატონო, ეს ყველაფერი ლამაზია, კი ბატონო, დროის მენეჯმენტს მე თვითონ ვალაგებ, როცა მინდა მოვდივარ, როცა მინდა მივდივარ, მაგრამ თლათ ეგრეც არ არის. პირველი ის, რომ მაგალითად, ვისაც ჩემნაირ ცუდი ნაბახუსები აქვს, შრომა არ იცის, ქორწილი არ იცის, დალევა არ იცის, სადღაც წასვლა. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საღამოს ისე უნდა მოხვიდეთ საქმე გააკეთოთ, დილით უნდა გაიღვიძოთ, ფორმაში იყოთ, იმიტომ რომ ღორებს, ძროხებს, ბოსტანს რა ქვია, სათბურს არ აინტერესებს შენ როგორ ხასიათზე ხარ, საქმე გითხოს და საქმე უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკუგდება, სიამოვნება აქვს, კი ბატონო და ფინანსური შემოსავალიც აქვს, მაგრამ რომ იცოდეთ, არ აინტერესებს საქმეს თქვენ როგორი დილა გაქვთ, ეგზისტენციალური კრიზისი გაწუხებთ თუ არ გაწუხებთ, არც ეგ არ აინტერესებს საქმეს. თქვენი მეგობრები, რომლებიც ყოველ დალევაზე დაკვირდებიან, რომ თქვენთან ერთად ჩამოვლენ, ერთი დღით მაინც და მოგეხმარებიან, მოგატყუებენ. მესმის, რომ ყველა ადამიანები ვართ, მესმის, რომ მათაც საქმე აქვს, განსაკუთრებით აქ ვინც არ ცხოვრობს, მაგრამ დაკვირდებიან და ვერ მოდი ვთქვათ, რომ ვერ შეასრულებენ და ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. უკანასკნელი რამდენიმე თვეა აქ არავის ხმა არ გამიგია, მოვდივარ მარტო. თუ ერთი-ორჯერ ახამასინა ჩემი მეგობარი ყო ბავშვი ყავდა ჩამოყვანილი და კი ბატონო, გავიგეთ. სასიამოვნოა, მაგრამ მზად უნდა იყოთ იმისთვისაც, რომ თქვენი შრომა იქნება მარტო ადამიანის შრომა. იმ მიზნისკენ, რომელსაც დაისახავთ და რომელსაც აუცილებლად მიაღწევთ, რადგანაც მე მჯერა იმის, რომ ადამიანი როცა შრომობს, შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ერთ ნაბიჯს გადადგამ შენ, 10 ნაბიჯს გადმოდგამს ღმერთი შენსკენ. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ჩემსავით მარტო ხართ, დასაწყისში ყველა ახლა ქალბატონებს არ გეწყინოთ, ალბათ ბიჭების შემთხვევაშიც მასე იქნება. ყველას მოსწონს, რომ რა კარგია, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიწყნარია, მაგრამ არავის მოსწონს ფერმა. საბოლოოდ სერიოზულ ეტაპზე არავის მოსწონს პროვინციაში ცხოვრება. პროვინციაში დაბადებული და გაზრდილებსაც კი არ მოსწონთ აქ ყოფნა, რადგანაც მესმის მათის ურჩევნიათ რაღაცა კინოთეატრი, რაღაცა ის. ელემენტარული პირობებით, ეგეც გასაგებია მესმის, მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ ეს ერთი შეხედვით YouTube ვიდეოში ამოგდებული რაღაცა სიუჟეტი, რომელიც ლამაზია, რომელზეც ყველას გვიფიქრია, სინამდვილეში ყოველდღიურობაში ყველასთვის არ არის და მზად უნდა იყოთ მაგისთვის, უნდა გაუგოთ სხვებსაც პირველ რიგში. და ეხლა ცუდად ისე რო არ გამომივიდეს, რა ქვია, ცუდზე საუბარი, უბრალოდ რეალობა. მაგრამ რეალობა ისიც, რომ მაგალითად, ეხლა გურიაში ვინც იცხოვრებს და ცხოვრობთ, ძალიან მარტივია საღამოს გააკეთო საქმე, ამოხვიდე, წახვიდე 20 კილომეტრში ზღვაზე, თბილ წყალში ჩახვიდე და ეს ყველაფერი დაივიწყო. წახვიდე საღამოს გომის მთაზე და უყურო მზე როგორ ჩადის და ეს ყველაფერი დაივიწყო და დაიკიდო. ანუ პირდაპირ პროპორციულია რაღაცეები ბევრად უფრო უკეთესები ხდება, მაგრამ ყოველდღიურობაში მზად უნდა იყოს ადამიანი იმისთვის, რაც ერთი შეხედვით ესე ეკრანიდან არ ჩანს. ამდენ საუბარჯობია საქმეს მივხედავ, იმიტომ რომ ჯერ საქმე და მე ეგზისტენციალური კრიზისები. მადლობთ მოსმენისთვის. კიდევ ერთი პრაქტიკული რაღაცა, რაც არ მომწონს გურიაში. რაღაცა კამურის და რაღაცა ჯიშების შემთხვევაში მესმის, მაგრამ აქ დამხვდა აი ესე ადრესები.
ხეზი ასული და ნახეთ ამ ნიგოზზე სადა არც ნიგოზი გაახარა არც თვითონ გაიხარა და ეხა მე მაწვალებს კიდე აქ ჩამოსაყრել თუმცა არა უშავს ერთ სიკეთეს მაინც მოიტანს ამიტომ ამადგან კარგ წვადებს შევწვავთ რატომაც არა ჩემო წეღანდელმა ვიდეომ ამით იმას კერვამ უფრო ცუდია ეს ყველაფერი პირიქით გადასარევია და შედეგი ყოველთვის აი ბევრჯერ თქვი და ისე აღნიშნავ რომ სახში როდესაც მიდიხარ გადაივლებ წყალს და დაჯდები და გონია რომ აი ყველა ძვალი დაგემტრევა ესეთი დაღლილი ხარ არა პირიქით სიამოვნება მოდის იმით რომ შენ საქმეს აკეთებ უბრალოდ ერთი მარტივი მომენტია როგორც ამ მესერს აქვს უამრავი ხე, უამრავი სინა, უამრავი რაღაცა რაც ბარდი, რაც ხელს უშლის იმაში რომ ამოვიღო და სჭირდება ამ ყველაფრიდან განთავისუფლება, სანამ ამოვიღებ. რაღაცა სოფლის მეურნეობა და მარტო შრომა. იმიტომ რომ ესაა გამძლეობის და პირველ რიგში საკუთარი ნერვების. მადლობა ღმერთს რომ ეს არა თვით გადარჩენისთვის ბრძოლა და არ მიწევს და არ გვიწევს, მაგრამ ესაა ნერვების გამოცდა განსაკუთრებით როცა მარტო შრომობ და ხშირად გებადება კითხვები იმისა რომ რაღაცა ღირდა არ ღირდა მაგრამ ყოველთვის პოულობ შემდეგ სადღაციდან იმიტომ რომ ჩავშლი მემაპატიეთ ესეთ საუბრები მიყვარს და მე აზრები ერთმანეთზე ხტის და ვეღარ ვიმაშვები მაგრამ ვინც გაიგებს ну ხო და ვინც გაიგებს იმათის რომ მაგაც ასე მომნექნება რწმენა ერთადერთი საკითხი როდესაც შენი ყოველთვის ანუ შენზე მთლად არა დამოკიდებული ის ფაქტორი რომ ღმერთი შენთან მოდის და აი ხელი ჩაკიდებული აგძელებ გზას მაგრამ აი სოფლის მეურნეობა და ნებისმიერი რაღაცა რასაც მარტო კაცი ეჭიდება არა ეგეთი ანუ არ შენივე თავი გეხმარება მხოლოდ შენივე ნერვები გეხმარება მხოლოდ და ესაა გამოცდა ნერვების ნებისყოფის გამძლეობის რომელიც შედეგს გამოიღებს აუცილებლად და რომლის შედეგიც ათამაგად უფრო ტკბილია. უბრალოდ უნდა იყოთ მზად. თუ არ ხარ მზად, ჩემი სიკეთის არ იყოს ახლა მე ფერმარაზოს გქონია, ეკი არა ბოსტნის საშუალებაც არ მაქვს. და ეხავ შვები ამ ყველაფერს და ეხავ პოულობ საკუთარ თავში ძალას და მაგიტო გიზიარებ თქვენს რომ იცოდეთ წინასწარ და მზად იყოთ და არ აღმოაჩინოთ თუ გზაში რომ ეს თქვენი მიზანი კი არა სხვისი მიზანი აღმოჩნდა და სუტყვილად იბრძოლეთ და იშრომეთ ამდენი. ანუ ამ ყველაფერთვის მზადყოფნა უნდა გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში იმხელა სურვილი მაინც უნდა გქონდეთ, რომ ეს ყველაფერი გადაგალახინოთ. თორე შედეგი აუცილებლად იმაზე ტკბილია. კენწერო აუცილებლად, მაგრამ საინტერესოა ესე ყველგან სადაც წამიკითხავს, არა თუ კენწეროა ტკბილი, არამედ გზა, რომელმაც ამ კენწერომდე მიგიყვანა. აჰა, არ უნდა ეგზისტენციალური ფიქრები და კრიზისები თქო, მაგრამ აჰა, რა ვქნათ, გურული კაცის თავი ასე ამოწყობილი. ხოვითომ არაფერი, მაგრამ აი რამ სიღრმეზეა დაახლოებით ოჯამთან წდება ჩასული ზაბორი. ანუ დროთა განმავლობაში ფოთლები და რაღაცები რო გადაეყარა. ესე ჩავიდა მიწაში. ბარგაკაც არა რომ პირდაპირ გადაჭრა და არც ივარგებს ამის დატოვება. ასე რომ უნდა მივყვეთ, ხო? პატარა ჩანს. სულ 7 მეტროა, 5 მეტრო რაღაცა, მაგრამ იმდენ ძალის ხმას მე ვითხოვს. ესე თქვენს რო დაგჭირდეთ, რომ ესე გაუყრი, ну ეს კი ფუჭდება. მაგრამ ამას გაფუჭებას ვინ ამბობს? ეს ღობე კი მოვიშორეთ და მოვასწარით. ესე ხავახვიოთ. ის სეტკა, ესენი შევინახოთ, ესენი საშიშედ გავამზადოთ და ცოტა გადავეყუდროთ. ის გაღება ვერ ვასწავლე. წინიდან მოსვლა ისწავლეს კი, როგორც კი მოშივდებათ, ეგრევე წინიდან გამოვშვი, წინიდან მოვიდნენ. მოდი ციუ, ჩამოგიშვებ, მოდი. მოდი. მოდი, მოდი. წაღლო, ადი. მოი. შენ არა, ციუ მოდი. გადი ძაღლო. მოდი. შენ არა კაცო. ხო, გისმენთ. ამჯერად რა ახალი ამბებით მოხვედით. აი, წავედით. წავედით. წადი. მიდი. მოდი. მოდი. რა ბეთავ კუდმოგლეჯილი გარბი. რა უკნეს ამესოს. დადგნენ ამ კარებთან. რა ქნათ, შიათ დაიღალენ და ეს კიდე ძოს ამას არაფერი დაღლის ამ ვირიში. ხო,
დავამთავროთ აქ ამბავი? აქ დავამბავოთ ამბავი, ნახე, რა ლამაზი ხარ, გოგო, რა ლამაზი ხარ. აი ესე გამოიყურება პირფერობა, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ეს წვიმა გაჩერებას არ აპირებს, ხო? პილპილიც შავთესე ნახოთ რა გამოვა. თუ გამოვა მაგისგან ჩითილი, ხო და კანი რაც იყო გამომშრალი, ეს ცეცხლზე დავყარე და სუნმა ერთი ისტორია გამახსენდა ბავშვობის დროინდელი, ალბათ მე-6, მე-7 კლასის, ალბათ მე-6, მე-5, მე-6 კლასის დროინდელი. ბავშვი მე ვსწავლობდი, ეხლა აღარ არის მე-3 საშუალო შეუერთეს, მაგრამ მე-4 საშუალო არსებობდა, ესეთი ლანჩხუთში ძალიან კარგი სკოლა იყო და ძალიან კარგი მასწავლებლები ასწავლებდნენ, ეხაც ასწავლიანი ადამიანები და ყველას მოვიკითხავ აქედან თუ ვინმე უყურებს დიდი სიყვარული და იმ ბავშვებსაც და რავი დიდებსაც ვინ ჩემთან ერთად სწავლობდა მოვიკითხავ დიდი სიყვარულით იმდანად მეგობრული გარემო გქონდა და ეხლა რატომ მოყოლა ეს ისტორია რომ ეხლანდელი ბავშვები ვერ მიხვდებიან ცენტრალური გათბობა აქვთ მაგრამ ჩვენ დროზე იყო ღუმელები და ბავშვი მიდრეკილია გინდა არ გინდა იმისკენ რომ რაღაცა გააფუჭოს და ესე ღუმელზე ყრიდით ეგრეთ წოდებული ჩორნიპანი შავ პიპის ჩორნიპერიცას დილაობით ან რავი და იმდანად სუნი და ის დგებოდა რომ კისერს წვავდა და იძულებული იყო მასწავლებლების და რაღაცა რომ გარეთ გავეყვანეთ და ესე ვთქვათ შლიდით იმ გაკვეთილს რა ხო და ერთი გადასარევი მასწავლებელი იყო რომელიც შემდეგში დავაფასეთ და შეიძლება მისი სიმკაცრის გამო იმ წუთას არ მოუწონდა მაგრამ გეოგრაფიაში რაც ვიცი დღემდე იმ კაცის დამსახურებაა რობერტი ცინცაძე ესეთი მასწავლებელი იყო ღმერთმა გაანათლოს მისი სული გარდაიცვალა და ერთ-ერთი ეგეთი მომენტია რომ ბავშვებს გვეზარება გაკვეთილი და დავყარეთ იმაზე რა ქვია ღუმელზე ჩორნიპერიცა აი შემოვიდა რობერტი შემოდგა ფეხი სუნზე მიხვდა რაშიც იყო საქმე და კარგია ბავშვებო თქვენო დარჩითო და მე გავალ დავტოვა ესე 45 წუთი ოთახში ხო და ბავშვობა კარგია რაღაცა გააფუჭოს უნდა ბავშვმა თუ ვინმეს რამე ჯანმრთელობას და სერიოზული მოსარეხება და კარგი ეგეთი ისტორიები რომ მე გაგახსენდება სადღაც ფერმაზე მარტო მყოფს ცუდამინში სადღაც 15-16 წლის მერე შეიძლება უბრალოდ ისეც ასე რომ ბავშვი სანამ ბავშვი იყოს ბავშვი და დიდი იყოს დიდი ჯობია კარგად დაწყებული ამინდი აი ესე მთავრდება რაც თავიდანვე ცხადი იყო თუმცა ისიც საკმარისია რაც შეგვარგო და გვაცალა პილპილიც ნუ თავთესეთ იმათ არხეინად ძინავთ ბზები და ლეილანდების ჩითილები მაქვს ვინც არ იცით შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ვიდეოებში ისიც დაჩითილებული და ისიც მოვწყებარემ და სანამ ცა ფეხად ჩამოვა და მე ველი კითხვარ ჯობია გავსკურო სახლში ყველას სასიამოვნო საღამოს და მშვიდ საღამოს გისურვებთ რომ თოვარია